უკრაინაში ქართველი მებრძოლი ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა. ის 92 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ოკუპანტების აგრესიას ემსხვერპლა. 39 წლის ჯარისკაცი ზაპოროჟიეს მიმართულებაზე დაიღუპა. ის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში წლები იბრძოდა. ირიცხებოდა მეორე ინტერნაციონალური ლეგიონის რიგებში. ფრონტზე დაღუპული კიდევ ორი ქართველი მეომარი სამშობლოში დღეს დაკრძალეს. ახალი მინისტრი და საკადრო ცვლილებების შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყება ხარებას შემცვლელმა რომან ქარცივაძემ დატოვა. ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს თითქმის 1 წელი ხელმძღვანელობდა. გუშინ პოსტიდან წავიდა გენერალური ინსპექციის უფროსი დავით არჩვაძეც გავრცელებული ინფორმაციით ის სუსის გენინსპექციას ჩაიბარებს. რუსეთს სურს აღლუმა რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდად ჩაიაროს, შემდეგ კი თავდასხმები განაახლონ. ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პუტინის განცხადებას პასუხობს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მათ ინტერესში არ არის ცეცხლის შეწყვეტა, კრემლის მხრიდან ტაქტიკურ ხრიკად იქცეს. მან აღნიშნა, რომ უკრაინა მხოლოდ რეალურ შეთანხმებას დაუჭერს მხარს. ირანში იანვრის აქციებზე დაკავებული 21 წლის კარატისტის სიკვდილით დასაჯეს. Iran International წერს, რომ სასამართლომ სასან აზადვარს მტერთან ეფექტურ თანამშრომლობაში დასდო ბრალი. კაიროს მონაცემებით ირანსა და ამერიკა-ისრაელს შორის ომის დაწყებიდან ირანში სულ მცირე 21 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, ათასობით კი დააკავეს.